ქვეყანას დასღვეული. Range Rover და Jaguar-ი ორივე არის ინდური ნაგავი. ბოლომდე უნდა ავიაროთ. მოგესალმებით. დღეს გვექნება ძალიან საინტერესო ვიდეო, მიუხედავად იმისა, ეს მოდელები გაინტერესებთ თუ არა. ცოტა სხვა მუღამები იქნება ამ ვიდეოში, რასაც ძალიან მალე გეტყვით, მაგრამ სანამ მაგაზე გადავალ, მინდა რომ უღრმესი ძალიან დიდი მადლობა გადაგიხადოთ ყველა იმ ადამიანს, ვინც სილვიას ვიდეო ნახეთ, დააკომენტარეთ, პირადში მომწერეთ, ზოგმა დამირეკა, მომიკითხა. თან მიუხედავად იმისა, რომ რაღაც სერიოზული და საგანგაშო არ მოსვლია იმ მანქანას არაფერი, ძალიან დიდი ყურადღება ვიგრძენი ჩემი აუდიტორიისგან, რისთვისაც ძალიან დიდი მადლობა თქვენ, ძალიან ბევრს ნიშნავს, ძალიან დიდ мотиваციას მაძლევს და ძალიან დიდ ძალას მაძლევს ეს ყველაფერი და ძალიან დიდი მადლობა თქვენ ამისთვის კიდევ ერთხელ და გთხოვთ ვიდეო მოიწონოთ. აქაც გამოუშვოთ კომენტარები, ეგ ყველაფერი ჩვენ ძალიან გვეხმარება სუფთა ემოციური თვალსაზრისით. ახლა კი, რაც შეეხება დღევანდელი ვიდეოს ორ მთავარ გმირს, შავი Jaguar-ი და შავი Jaguar. ასე ერთი შეხედვით შეიძლება დიდი განსხვავება არ არის ამ ორ მოდელს შორის, მაგრამ უცებ გეტყვით, რომ თქვენგან მარცხნივ და ჩემგან ხელმარჯვნივ არის 2 ლიტრიანი დიზელის ძრავით წარმოდგენილი Jaguar F-Pace, ხოლო ჩემგან ხელმარცხნივ და თქვენგან ხელმარჯვნივ არის 3 ლიტრიანი სუპერჩარჯერი ბენზინის ძრავზე. ჩნდება კითხვა, რომელს იყიდი შენ? და დღევანდელ ვიდეოში ვეცდებით, რომ ამ კითხვას გავცეთ კარგი, ჩამოყალიბებული პასუხი. მე ვფიქრობ, რომ ერთიც მაგარია და მეორეც. მაგრამ ადამიანი, რომელსაც ახლა კამერის წინ დავპატიჟებ, ფიქრობს, რომ ერთი ძალიან კარგი მანქანაა და მეორეც. ხო და ვიდეოს ბოლოს იმედია, ცოტას ის დამეთანხმება, ცოტას მე დავეთანხმები და სადღაც აზრზე შევთანხმდებით, თორე რეალურად ჩემთვის Range Rover და Jaguar-ი ორივე არის ინდური ნაგავი. მოდი აბა შენ, მოდი ბზის შუქზე დაგინახო. თვითონ არ გვინახია ერთმანეთი. გიორგი დვალიშვილი, ჩემი მეგობარ. რამდენი წელია ყავს პირველი? 2 წელზე მეტია, რაც ყავს. რამდენი წელია ყიდი? ის შეგური რაღაცა. ჭირს ზოგადად ამახენს გაყიდვა, მაგრამ ისეთ ფასადებდი, რომ კარგი. ხო, ეგეცა ცალკე გაყიდვა არც მსურდა. რადგან უკეთესი ვარიანტი არ ქონდა. ამერიკიდან არის ხო ჩამოყვანილი? კი, ამერიკიდან არის. ჩანა, ესეც ამერიკიდან არის ჩამოყვანილი. ვა, ყავი გაგვეჩი და კარგი. დამუღა მე რაქნა? კაკალი ჩამოაგდო, რომ გამწყდარიყო და ეხა კიშკაო. რამდენს წვავს? ყველაზე პირველი კითხვა ალბათ. ქალაქში წვავს 8-დან 9 litrამდე, ეს არის მაქსიმალური წვა. ესე 8-დან 9 litrამდე ამ ხელა მანქანისთვის კაიწვა. ტრასაზე რამდენი? ტრასაზე თავიდან ჩამოვიყვანი წავდა 4.5-დან 5.5-მდე, ეს ხოცავს 6.5-ს. და რატო? ჩვენი საწვავიდან გამომდინარე. რა გაქვს ამ მანქანაზე გაკეთებული, რაც ჩამოიყვანე იმის მერე? თავიდან დაზიანება ქონდა ძრავი, ყველაფერი ჩამოვიტანა ევროპიდან. აი კონკრეტულად რა, ესე ძრავი, ანუ რა ქონდა დაზიანება? იქ მექანიკური დაზიანება ქონდა? და რა ჩამოვიდა რა დაგვდა? რეალურად ქონდა ტურბინა იყო გაფუჭებული და მთლიანად რადგან ვიტოვებდი მანქანას, შენ დავასერვისი და ყველა ნაწილი შეუცვალე მე. რეალური დაზიანება ტურბინის იყო
საჟაო იყო გაბიძნილი, რაც ძირითადად ამერიკიდან ჩამოყვანილ დიზელებს აქვს ესეთი პრობლემა. აჩქარება თუ მოემატა, საჟავოი რო გააუქმე, მაგის მერე წვა თუ მოემატა და რამე დისკომფორტი თუ იგრძენი საჟავოის გაუქმების მერე. წვა მცირედით მოემატა, ეს მნიშვნელოვანია რა, აჩქარება. აჩქარება იგივეა. ბოლო თუ დაიწყო. ბოლო დაიწყო, გამარჯობა ძმა, როგორ ახლა. რა დაგიჟდა ძრავის სერვისი ეგეც რო გითხრა? შენ ახლა კაი ნაწილებით გააკეთე. აკეთება ნაწილებით სერვისის $8000-დან. კიდე ფიქრობ რომ კაი მანქანებია. ჩემს მეგობარს ყავდა Range Rover-ი 3-დან 2 სპორტი, ლაშა გიორგის, რომლის CLS-ის ვიდეოც აქცია და გადადი ჩაუჯექთ თუ ყურეთ, მაგრად იხალისებთ მაგ ვიდეოზე. აი ესე ვიდეო და საცობში უბრალოდ არც გაზაობდა, არაფერს აგაზაობ, CLS-ი ყავდა ბევრცხენიანი ძალიან. აი ამითი კატაობ. და მანქანამ აი რა უქნაო მოწყენილობისგან და გაფუჭდა. და $9000 დაუჯდა იმასაც ძრავის რემონტი. 3-დან 2 ალბათ, ხო? აქვს ესეთი პატარა შვანგი, რაც ძირთად ყდება დროთა განმავლობაში, შემდეგ იღურება რადიატორის სითხე და ძრავი გადახურდება. ის შემდეგაც უბრალოდ იწევს ძრავის შეცვლა ან სერვისი. შენ იმის თქმა გინდა რომ უნდა იცოდე როგორ მოუარო ამ მანქანას და თუ მოული პრობლემები არ გექნება? როგორც ნებისმიერი სხვა მანქანა. თქვათ ავიღოთ მე-3 სერია F30. ყოველ 100.000 მერე სჭირდება ცეპის შეცვლა. ცოტა წყნარადი ლაპარაკი F30-ზე, თორე კომენტარებში F30-ზე რა თქვიჩიები. კაი, დადებით მხარეებზე რო ვისაუბროთ. დადებითი მხარეები. წვა. კაი. მოკლედ დადებითი მხარეები რა. დადებით მხარეები სულ ეს იყო, დიდი მადლობა. მოდი ახლა ესეთი რაღაცა გავაკეთოთ რა. წავიდეთ, დრაგი მაინტერესებს, მიუხედავად იმისა, რომ 2-დან 0-თან უფრო საინტერესო იქნებოდა შენი დრაგი 2-დან 0 ბენზინთან. მაინც მაინტერესებს, დავთვალოთ უზავები, წავიდეთ უგზაობაზეც მაინტერესებს როგორი. მერე კიდე გავთვალოთ აზრები. და ერთს დავამატებ, ვინც ნამყოფია ქორულდის ტბებზე, ამ მანქანით ვიყავ. კარგად სერიოზული განაცხადი. და 2-დან 0 დიზელით, ამით უნდა იაგუარი, მანდ რო ავიდო და ძალიან ბევრს დავგვირდება. ხო და ჩემო გიორგი, ამ მოწოდების სიმაღლეზე მინდა გითხრა, რომ ეს ორივე მანქანა დღეს გაირეცხა superior detailing-ში სამფაზიანი რეცხვით და ამიტომ გამოიყურება ორივე ესე მიმზიდველად. აქვე სანამ აი ჰაერზე ვართ, მინდა მადლობა გადაუხადო Ford Dealer Auto Imports, მინდა მადლობა გადაუხადო Areon საქართველოს და Ford Dealer-თან ერთად როგორც იცით, ვათამაშებ ავტომობილს, რომელიც არის ასევე ესეთი კარგი გემრიელი შავი ფერის მანქანაა, რომელსაც ძალიან მალე გაჩვენებთ, ძალიან მალე სასწაულ ვიდზე დავაყენებთ და ერთ-ერთი იღბლიანი ჩემი გამომწერი მოიგებს ამ ავტომობილს. ვისაც სურვილი გაქვთ, რომ ამ გათამაშებაში მონაწილეობა მიიღოთ, აუცილებლად უნდა გქონდეთ გამოწერილი როგორც ჩემი, ჯორჯ პაპელიშვილის YouTube არხი, ასევე Ford Dealer Entertainment-ის YouTube არხი. იმიტომ რომ ეს მანქანა ჩამოგვიყვანა Ford Dealer-მა და Ford Dealer დაგვეხმარა ყიდვაშიც, ჩამოყვანაშიც, ფინანსურადაც, ლოჯისტიკურადაც, ყველანაირად, რომ ეს ყველაფერი ამ არხზე მომხდარიყო იმაზე სწრაფად, ვიდრე ჩვენ მქონდა დაგეგმილი. და გეტყვით, რომ Ford Dealer Entertainment-ის არხზე დახვდებათ ყველაფერი UFC-ის შესახებ. და UFC დღეს ძალიან პოპულარული სპორტი გახდა საქართველოში და არა მარტო საქართველოში, მთელ მსოფლიოში მოგეხსენებათ. შესაბამისად, დარწმუნებული ვარ, რომ მოვალეობის მოხდის მიზნით არ მოგიწევთ მარტო არხის გამოწერა, ბევრ თქვენთვის საინტერესო ინფორმაციას ნახავთ Ford Dealer Entertainment-ის არხზე. ხარისხი, მეგობრებო, Land Rover-ის და Jaguar-ის ხარისხი და ეს მარტო ამ გასაღებს არ ჭირს ესე რომ იცოდეთ. ამ უფრო ახლოს გავიცნოთ ჩვენი მანქანები. ეს არის დიზელი, როგორც უკვე გითხარით. 4 ცილინდრიანია, 2 ლიტრიანი ძრავა აქვს. აქვს აი ესე ყველაფერი შეფუთული ლამაზად. აქ პატრონს არაფერი ესაქმევა ვარიანტია, აქ პლასმასები. აქ ხო უნდა კონდეს პლასმასები ლანჟერონებზე? არა, აქ არც ერთს. აი არ უნდა კონდეს, მაშინ კიდე ერთი მინუსი. 430 ნიუტონ-მეტრი და 201 ცხენის ძალა. სავსე ავზით გვეუბნებიან, რომ გადის 1100 კილომეტრზე მეტს. მაგრამ 1000-ს რო გაიაროს, მე მგონი ძალიან კარგია. თუ დააკვირდებით გრილზე ამას აქვს ჩვეულებრივად მრგვალი Jaguar-ის ლოგო და 3D-ა რა ეს ლოგოს რო გადაატარებ, Jaguar შეგიძლია ეს მოუთათუნო ხელო. ჩაიღუნა ბიჭო რა არის. აქ გვაქვს შავი ინტერიერი, სრულიად შავი ტყავი არის ყველაფერი. სხვათა შორის საჭე ბევრად კარგად არის შენახული აქ ვიდრე იმ მანქანაზე მოგზანდით. როგორც კი ქოქავ მანქანას, აქ ეს გადაცემათა კოლოფის ბერკეტი ამოდის, ამას Jaguar-ის ლოგო ახატია, ძალიან ლამაზია. წინ გვაქვს ციფრული დაფა და ციფრულ დაფაზე რა გამოვიტანოთ, მაგას აქედან ვაკონტროლებთ. აქეთ გვაქვს საჭის გათბობის ჩართვა და კრუიზ კონტროლის ჩართვა, გათიშვა, დაყენება, ასე შემდეგ. გვაქვს ასევე touch screen-იანი მონიტორი, რომელიც მუშაობს Android სისტემაზე, ნუ ვიზუალურად Android ძალიან
გავს. აქვს როგორც Android Auto, ასევე Apple CarPlay, მაგრამ ორივე აქვს კაბელით და არა დისტანციურად. საჭე რეგულირდება ელექტრონულად, ყველაფერი ელექტრონულად რეგულირდება, მაღალი ხარისხის პრემიუმ ავტომობილია, Meridian-ის აუდიო სისტემა აქვს, ტყავში შეკერილი ტორპედო აქვს, პანორამული ჭერი აქვს და შავითან და მოკლედ ანუ რო ჯდები ამ მანქანაში, კარგ მანქანაში ზიხარ რა, ანუ ხარისხიც არის, დიზაინიც არის, ყველაფერი აქვს ამ მანქანას, რაც ამ ფასიან მანქანას უნდა კონდეს და მით უმეტეს მეორადის ფასში ძალიან კარგია. დაახლოებით $25,000 ამ ავტომობილების საბაზრო ღირებულება დღეს ორივეს. სხვათა შორის ის იყიდება $24,000 თუ ვინმეს გაინტერესებს და ესეც იყიდება. რამდენად ყიდია მას? 25-ად, არა უფრო ნაკლებად გავატანო გამომწერებსო და გვაქვს ასევე სიჩქარეების გადამრთველი აქ, მაგრამ ნახეთ როგორი ხმა აქვს. ეს არ არის ხარისხიანი და ეგ არ მომწონს. ეხლა გადმოდი აქეთ ნახოთ რა ხდება. რაც შეეხება ეხლა ამის გასაღებს. აი ესე кейში დევს გასაღები, ნეტა რატო დევს кейში? სავარაუდოდ ამ გასაღებსაც ჭირს რაღაც. ან სანამ დაემართება, მანამდე ჩასვეს кейსში. პირდაპირ ვიტყვი რომ ამის ინტერიერი, იმის ინტერიერს მე მირჩევნია. ერთადერთი რაც ვერ დავამუღამე ბოლომდე ის არის რომ აქ აქვს შავი piano black მონიტორის და კლიმატ კონტროლის ღილაკების გარშემო. იმას მთლიანად piano black-ი აქვს და ძალიან უხდება და ამას აქვს ანუ ხის ფაქტურა არჩეული რა თავიდან პირველმა პატრონმა რო იყიდა და ანუ გამოდის რომ ხის ფაქტურა გვაქვს მარტო გადაცემათა კოლოფის ბერკეტის ირგვლივ და 4-ვე კარზე შიგნიდან და აქ რჩება piano black-ი და უკვე ძალიან ბევრი მატერიალია არეული პლუს ამას წითელი შავში სალონი და ალკანტარას ჭერი უკვე ავირიე რა ამ ხეს ჯობია ამ piano black-ი იყოს ან თუ არა და რაღაცა ისეთი იყოს რაც აქ იქნება მოკლედ და ამ შემთხვევაში გამოდის piano black. იმის გამო რომ ეს ავტომობილი არის წითელი შავში შესრულებული, წითელ ტყავზე არის შავი ძაფი გამოყენებული, შავ ტყავზე არის წითელი ძაფი გამოყენებული და ძალიან უხდება. ეხლა რა განსხვავებაა ამას და იმას შორის? აქ უკვე ახალი ტვინი წერია მანქანის და მაგალითად ინტერიერის განათება, რომელიც ღამე ძალიან ეფექტურია და მაგის კადრს გაჩვენებთ ცალკე, შეგვიძლია აქედან სეტინგებში შევიდეთ, ნებისმიერ ჩვენ სასურველ ფერზე დავაყენოთ, მოუმატოთ განათება, დავაკლოთ განათება, ან საერთოდ გავთიშოთ და იქ უბრალოდ რომ დაქოქავ ლურჯად ვინთება და მორჩა, ვერაფერს ვერ ცვლი. ანუ იმასაც სისტემური განახლება რო ჩაუწერო, სავარაუდოდ იქაც მოგვარდება ეგ ამბავ. ერთადერთი მე რაც არ მეკომფორტულება ამ მანქანაში ის არის რომ აი აქ რო ვზივარ შუშის ჩაწევა რომ მინდა ჩემი ხელი მიდის ავტომატურად ამ ადგილას, იმიტომ რომ ეს არის muscle memory-სად და ყველანაირ მემორის დამახსოვრებული აქვს, რომ აი აქედან უნდა ჩავწიო შუშა. და რეალურად აი შუშა აქედან უნდა ჩაწიო. და გამოდის რომ ხელით აქ უნდა გედოს, ეგრეა გათვლილი, ვითომ რა შეიძლება. გაღება და გეტვა აქედან გვაქვს და მემორები და 3 მემორი გვაქვს. აი ამ ადგილას კიდე ერთს ვიტყვი, რაც არ მომწონს, ის არის რომ გადაცემათა კოლოფი აქვს ძალიან ისეთი რა, რაღაცა მაიმუნობა, ასე ვთქვათ, იმიტომ რომ მოტრიალება როცა გინდა უცებ წინ უკან ესე რომ ტრიალებ რა, ხშირად ვარდება პარკინგში, ანუ იმ დონეზე უნდა დაატრიალო რომ R-ში ჩააგდო და არა P-ში, მაგრამ აი უცებ აი ესე მოხვედი, ანუ ხშირად ვაგდებდი პარკინგში. და ეგ რა თქმა უნდა არაკომფორტულია და არც გადაცემათა კოლოფისთვის არის თვალად კარგი და ეგეც არ მომწონს. იქ ბევრად უბრალოდ გქონდა საქმე, პირველ რიგში ამას ვიტყვი და რაღაც ადგილი უფრო შევსებულია რა, იმიტომ რომ 3 ლიტრიანი 6 ცილინდრიანი ძრავია, ის 2 ლიტრიანი 20 ცილინდრიანი ის უფრო პატარა ზომაში და მოკლედ აქ რა ხდება, ეს არის 6 ცილინდრიანი V-ტიპის ძრავა და არა მწკრივში განლაგებული 3 და 0 კომპრესორი. ამას აქვს 380 ცხენის ძალა და 322 ნიუტონ-მეტრი. ხმა რა თქმა უნდა გაცილებით უკეთესი აქვს ვიდრე დიზელის ძრავას, მაგას გზაში მოусმენთ, ეხლა დროა დავსხდეთ, სანამ მზე ჩავიდა, მინდა რომ უგზოობაზე გამოვცადოთ ეს მანქანები.
მოკლედ ლისზე ამოვედით. ამათ მეტი სერიოზული უგზოობა არ უნდა მოთხოვო. ეს ლისის დიაგონალები უკვე აქ კი არა, აქ არის Suzuki Jimny-ზეც მან დავიარეთ და Bronco-ზეც და სხვადასხვა მანქანები გადაღებული გვაქვს და არა მარტო ჩვენ და ამიტომ ჩვენ ახლა აი დამშრალი ტბა რო არის ლისზე იმ ადგილიდან გადავალთ ლისის დასახლებაში. ძალიან გაფუჭებული მონაკვეთია და ნახოთ რომელი როგორ გაივლის. დიზელზეც გადმოვჭექით, როხროხიც დაგვეტყო, ნუ შედარებით ვამბობ ბენზინთან, თორე ისე ზოგადად არ როხროხებს, შვენიერი, წყნარი, ძრავა. ვაიმე, იმას ძალიან მგრძნობიარე გაზი აქვს ამასთან შედარებით. აი მივეცი და გროდის წავიდე. აი ეხლა უკვე ძალიან ვიგრძენი განსხვავება იმ მანქანას და ამ მანქანას. იმას დაგვსვავ შენც. და მგონია რომ ბევრ რაღაცას შეამჩნევ, იმიტომ რომ ყოველდღე ამ მანქანით დადიხარ და ის საერთოდ სხვანაირი ტიპია. კაი, აქ ეხა ჩვენ გვინდა უგზოობის რეჟიმი, ხო? უჭველი გვინდა და პანიკებს არ ვართ, ეხა გზას რო დაინახავ, სადავდივართ, იცოდი არ დამიწყო რიჟა ბაზარი, ბოლომდე უნდა ავიაროთ. ნახე რამ ხელაფესვებია გადასასვლელი, მაგრამ კაი, ანუ მაღალია. კაი კლირენსია. აი ძალიან კაი. კარგადაც წამოიწია, გადავედით, რომ ძალიან დამაჯერებლად მიდის, ყველაფერი კარგად არის. აი ხა რო უყურებ ესე რა და კამერაც რომ მივატრიალოთ, თითქოს არაფერი, მაგრამ ძალიან სერიოზული აღმართია. აი გეკითხებით ახლა რა თუნდა ამას მანქანა. რა ძრავზე ხარ ძმა? კამერაში არ ჩანს, მაგრამ აი დაახლოებით რომ მიხვდეთ რამ სიღრმეზეა საუბარი. ანუ მუხლამდე ჩადის ფეხი. დიდი კალიაა და მერე ზემოთ დიაგონალები და არც თუ ისე მარტივია გადასასვლელად. გავს დაზღვეული. მაშინ. აი ახლა იწყება მთავარი. ახლა იქ იმხელა ღრმულია, აქეთ რო გავაგრძელო, გაგვიჭირდება და აი ესე უნდა გადავაგდოთ ეს. შუაში უნდა მოიქცია? ხო. აი ესე ვქნათ ეგ ამბავი მედაში. ამაზე ყველაზე ძალიან ის მომწონს, რომ თვითონ აკეთებს ყველაფერს. არაფრის რეჟიმის ჩართვა არ გიწევს საერთოდ. ყველაფერი ავტომატურზეა. აშკარად ძალა აქვს მანქანას. კაი, ეხა ნახე, იმიტომ რომ იმას კადრი სჭირდება გავაჩეროთ და თან გამოვა ტესტი, რომ აი რამდენად დაიძრება აქედან უპრობლემოდ. ნახე იცი როგორი რაღაც რა. ერთ-ერთი ყველაზე სანდო მანქანაა ჩემთვის. იმის და მიუხედავად, რომ არ მომისმინე. თავიდან მქონდა დავიძარით რა ამ მანქანას. ხო. სადმე არ დამტოვოს, რაღაც არ მოუვიდეს და ასე შემდეგ, იმიტომ რომ გაკრას სტერეოტიპების გამო. აბა ვნახოთ სისტემები როგორ მუშაობს. კარგად, მომეწონა. აი ეხა რას იზავს, გორდება, მაგრამ ამოვიდა, ხედავ შენ. ნახე, როგორ ბლოკავს წინა მარცხენა საბურავს. არ მინდა რომ ჩავახეთქო. დიზელით ამოვედით, მოდი აი ესე ლამაზად შევაგდოთ აგენ ბუჩქნარში. და წამოიღა ბენზინამდე ფეხით უნდა ჩავიდე. 1 2 და აი ნახე, ამას დავადე თუ არა, აი ოდნავ ეგრევე რეაქცია ქონდა და შენსაც რო დავაჭირე, წეღან მეგონა რომ იმაზე იდგა რა, პარკინგის მუხრუჭზე იდგა მეგონა რა, არ წავიდა. რეალურად ხო ორივე ერთ-ეგ სიმაღლე, ეს უფრო დაბალი ხო არ არის კლირენსის ამბავში. ოდნავ მაღალია, იმიტომ რომ 23-იანი დისკები აქვს. 23-იანი დისკები თვართ ბიჭო უგზოობაზე? 22. ნახე რა კარგად მიდის. ძალიან კარგად ბლოკავს და ძალიან კაი სისტემები აქვს, მე მომეწონა. უგზოობაზე ორივე მანქანა მომეწონა იმ დონეზე, რა დონეზეც შეიძლება რომ ესეთი სტილის მანქანას მოთხოვო რა. ეხლა შენ ისეთ ადგილებში გაქვს სიამოვნები, რა ვიცი, მაგრამ ამ მანქანას ისეთ რაღაც ძალიან სერიოზულ უგზოობას ვერ მოთხოვ რა. იმას
აჰა. ჩემი ბრალი გავაჩერე ესე მანქანა. მომეწონა რა, ორივე, კარგი იყო, ჩააბარეს ტესტი. პირდაპირ გეტყვი, რომ ეს მანქანა ბევრად მეტად მომწონს, ვიდრე მომწონდა. ამას გეტყვი. უფრო მეტად მომწონს, ვიდრე არ მომწონს და ადრე უფრო მეტად არ მომწონდა, ვიდრე მომწონდა. სიამოვნებით ვიყოლიებდი, მაგასაც გეტყვი, რომ მქონდეს იმის გარანტია, რომ ტვინს არ გაბურღავს. ეხლა წამო ქალაქში დავიდეთ, მივდრაგოთ, ვიკატაოთ, მე ამაზე დაჯექი საჭესთან, შენი აზრი მითხრა. მოკლედ off-road-ზე დაგვაღამდა, როგორც მოსალოდნელი იყო, გამოვედით ქალაქში, რომ გაგიზიაროთ როგორია ყოველდღიურობაში ქალაქში გადაადგილება ამ ავტომობილით. ეხლა გადავიტან სპორტ რეჟიმში და აი რა მომწონს, ეს გაწიწლდა. ნეიტრალში გას რო ვაძლევ. კარგი ხმა აქვს, ანუ სპორტული ხმა აქვს და სხვა მანქანებზე იგივეს რო ვაკეთებ ხოლმე, ყველას აქვს ლიმიტერი. ანუ redline-ზე არ გადააქვს ნეიტრალში, არც ამას. მაგრამ ისეთი შეგრძნება გაქვს, რომ ლიმიტერს ურტყავს რა და კარგი ხმა აქვს, აი სპორტული, მომწონს, უბრალოდ არ ჩერდება ესე შუაში ის არის და ხმა არის სპორტ mode-ში ვარ, რაღაცა ის სარბოლო დრო შაახატია, რაღაც რეის mode-ში ასე ვთქვათ. არა, ლანჩი არ გააქტიურებულა, როგორ წავა აბა. განათება კი გაგვიფრინდა. ხო კარგად წავიდა. კარგად წავიდა, მომეწონა. ეს SUV არ არის და არც უნდა მოვთხოვოთ რაღაცა სასწაული. ეხლა გავთიშავ სპორტ mode-ს, ჩვეულებრივად. დავაკვირდეთ წვას, დავაკვირდეთ როგორ იქცევა. ნუ პირველ რიგში head-up-ი მხვდება თვალში, რომელიც ისეთი ფერია, რომ მე არ მომწონს. აი BMW-ს რო წითელი ის აქვს მაჩვენებელთა დაფა, აი ეგ ფერია და არ მომწონს. ბრმაკუთხის მაჩვენებლები მაქვს, 360 კამერები მაქვს და თუ გაიხსენებთ ვიდეოს დასაწყისში გაჩვენეთ დიზელზე ლოგოტიპი, რომელიც იყო 3D და ჩვეულებრივი სტანდარტული ლოგო. აქ გვაქვს ასე ვთქვათ ბრტყელი, რომელიც ინტეგრირებულია სენსორში. ეს არის adaptive cruise control-ისთვის, რომელიც წინა მანქანასთან დისტანციას იმახსოვრებს, როგორც ის აჩქარდება, ისე აჩქარდება, როგორც ის შენელდება, ისე შენელდება, ესეთ. აუდიო სისტემა გავტესტეთ და კარგია. აქ მაქვს ესეთი მოუდების შესაძლებელი პატარა ბარივით, სადაც არის სულ 4 მოუდი. ერთი არის სპორტი, მეორე არის სტანდარტი, მესამე არის ეკო და მეოთხეს უბოლოს გვაქვს უგზოობის. თვითონ იმას კი არ აწვევი, რისი ჩართვაც გინდა. აქეთ-იქით აქ ორი ის არის და ესე ისრებით ცვლი და გადააქვს მოუდებში, რაც ცოტა უცნაური იყო თავიდან. ვერ მივხვდი როგორ ხდებოდა ამ ყველაფერს ოპერირება, მაგრამ მე მარტივად გავიგე. მონიტორის ქვემოთ განთავსებულია კლიმატ კონტროლის ღილაკები, რომელიც ანათებს იგივე ფერში, რა ფერშიც ანათებს ინტერიერი. გიორგის მანქანის შემთხვევაში ყოველთვის ემთხვევა ეს ფერი, იმიტომ რომ ვერ ცვლი და ამ მანქანის შემთხვევაში, როდესაც ფერს შეცვლი, ამის ფერი აღარ იცვლება და რჩება ისევ ლურჯი და ეგ არ მომწონს, იმიტომ რომ რატომ უნდა რჩებოდეს ლურჯი. მაგრამ რაშია საქმე? ანუ აქ გათვლილია ის, რომ რადგან ესეც ღილაკებია და საჭესზეც ღილაკებია, ერთ ფერში ანათებს და ინტერიერის
ambient განათებას რაფერს დააყენებ, არ აქვს მნიშვნელობა, ეს რჩება ამ ფერში. სპორტშიც რო გადავიტან, აი დაინახავდით აქ რომ გაწითლდა უკვე. ან შეგვიძლია შევიდეთ უკვე მენიუში, აქედან უკვე ვირჩევთ ფერებს, მაგალითად მწვანე, იასამნის ფერი. და ასე შემდეგ. მოკლედ მონიტორიდან შეგვიძლია ნებისმიერი რაღაცა ვაკონტროლოთ, ღილაკები მაქსიმალურად ჩატენილია მონიტორში, ყველაფერი რისი ღილაკით შეიძლება სხვა მანქანებში შეგხვდეს ღილაკად, აქ გვაქვს მონიტორში. რა დისკომფორტები ახლავს ამ ყველაფერს. მაგალითად, როდესაც მინდა სავარძელს გათბობა ჩავრთო, ან ჩემთვის, ამ გზავრისთვის, სულ მაქვს ერთი ღილაკი ამისთვის. ვაწვევი ამ ღილაკს, გამოდის შემდეგი მენიუ, აქ უნდა დავაჭირო ჯერ ჩართვას და ჩართვას რო დავაჭერ, ბოლოს დამახსოვრებულ პოზიციაშია და მე თუ გაგრილება მინდა ესე ისრით დაბლა უნდა ჩამოვიდე, თუ გათბობა მინდა ისევ ზემოთ უნდა ავიდე, თუ აქეთ ქსავრს მინდა ჩაურთო, ამას თალკე უნდა ჩაურთო და მოკლედ ძალიან ბევრი და დიდი ოპერაცია გამოდის სავარძლის გათბობის, გაგრილების ჩართვა, ხელს გიშლის მართვაში, ყურადღება გადაგაქვს მონიტორზე და შეიძლება წამიერად უცებ თავი ამოყო ავტოსაგზაო შემთხვევაში. კლიმატის შემთხვევაში ხდება ზუსტად იგივე, არ მომწონს, ეგენი არ მომწონს. წვას რაც შეეხება, სანამ ოფროუდზე ავიდოდით, გავანულე, მანამდე მქონდა 14 ლიტრი 100 კილომეტრზე წვა. ოფროუდზე ვიარეთ, მერე საცობებში ვიარეთ, ოფროუდზე ცოტა ვაგაზავეთ, საცობებსაც რო გამოვდით კახეთის გზატკეცილზე 1-2 ავჩქარდით და 19.8 litrზე ავიდა წვა და რეალურად ესეთი სიარულით არ არის რა, ცუდი წვა. მომწონს ასევე საჭე, რაც იშვიათად მომწონს მანქანებში. მომწონს BMW-ს ყველა საჭე, Mercedes-ის ყველა საჭე და მომწონს რომ სქელია, ხელში კარგაძის, კაი დიამეტრი აქვს საჭებს და ესეც მომწონს. სხვადასხვა ეს არის სპორტი და ის არის R სპორტი. ის არის თავისი ვარიანტის, ანუ დიზელის ყველაზე ტოპ კომპლექტაცია. სადაც ნახეს ის მანქანა ცენტრში ხელოსნებმა, იაგუარის ენთუზიასტებმა, ყველა მისთქვა რომ აი ტიპს ვიღაცას, უბრალოდ ძალიან უნდა და 2-დან 2 დიზელი ძრავი და დანარჩენი ყველაფერი აი ესე მოაყარა, იმიტომ რომ ზოგადად ეგ არ გამოდის, ეგრე თუ არ შეუკვეთე, ანუ რაღაც სპეც შეკვეთა გამოდის ის კომპლექტაცია და აბსოლუტურად ყველაფერი აქვს, ერთი რაღაცა აქვს ამისგან განსხვავებული, რომ ამ მანქანას აქვს 360 კამერები. ადაპტივ კრუიზ კონტროლი არ აქვს, იმიტომ რომ წინ ემბლემებში არის განსხვავება. აი გასაყიდად ეხა მაგალითად თუ გადახედავთ ამ მოდელებს, პატარა დისკებით რომელიც არის, ჩათვალეთ რომ ის დაბალი კომპლექტაცია იქნება 10-დან 9 შემთხვევაში. მოდი ეხა ესეთი რაღაცა გავაკეთოთ. ფორა რომ მივცეთ, მთელი ტექნიკა საბარგულში გვიწყვია, მე ჩავისვავ 3 ადამიანს მანქანაში, ჩემი ჩათვლით 3 ვიქნებით, იქ 2 იქნებიან და ცადოთ რა შედეგს მოგცემს, რომელი გაასწრებს და მერე აქ 4 ვისხდებით, იქ მარტო იყოს პატრონი და ეგრეთ ვსადოთ. 3-ზე ჩააჭირე, კაი? 1, 2, 3. ხო წავიდა, აბანახოთ. არაცმაო მაგრად ვეწევი. შენ მოირგე როგორც გინდა, აბაროტები ყველაფერი, როგორც აი შენ ფაზაში, მე ეკო მოუდში ვარ ძმაო. რა სიჩქარიდანაც გინდა, დათვალე 3-მდე. 1, 2, 3. 1, 2, 3. ანუ არაფერს აზრი არ, არანაირ ტრაქს აზრი არ აქვს, ანუ ხო წინ იყო 1 კუზაოთი რო წავიდა და რო წავიდა მე კიდე რამდენი ხნის მერე დავაჭირე მე კიდევ ერთხელ ძალიან დიდი მადლობა. აი ეხლაც არ წყდება გადაღების მომენტში მოდის და მოდის კომენტარები სილვიას ვიდეოზე და ძალიან დიდი მადლობა ყველას ერთად იქაც გიწერთ, მაგრამ აქედანაც ძალიან დიდი მადლობა.
გამხნევებისთვის, მადლობა ესეთი სიტყვებისთვის, მადლობა ესეთი კომენტარებისთვის და მოკლედ ჯიგრები ხართ, დიდი მადლობა. და ეხლა რაც შეეხება ჩვენს იაგუარებს, მოკლედ არც ისე ცუდი მანქანაა რა, ეს არც ისე ცუდი არის, ძალიან კარგი მანქანა. მე პირადად მაინც მაქვს ტვინში, სადღაც ბექგრაუნდში ის ფიქრი, რომ რაღაცა უნდა გაფუჭდეს თმაო, რა გავაკეთე? ეგ არის უბრალოდ სტერეოტიპი, რომელსაც ან მიემხრობი ან არა. სტერეოტიპებს დავანებოთ თავად და შევხედოთ ესე რა. თუ ამ მანქანებს დაასერვისებ, მაშინ გასიამოვნებს. მაგრამ აი რითი გასიამოვნებს? გასიამოვნებს კომფორტით, გასიამოვნებს ვიზუალი კაი აქვს და სადაც მიდიხარ, მიდიხარ რა. არ გაგიტყდება რა. მაგაში გეთანხმები. ასევე წვით, მაგალითად ეს დიზელი კონკრეტულად. წვაზე მე ნუ ველაპარაკები. 3-დან 2 სუპერჩარჯერი თუ არ. წვაზე ნუ ველაპარაკები. ხო და მაგაშია სხვაობა. ან გინდა სისწრაფე, ან გინდა კომფორტი და ფიბესერე შეკეთდეს რა. ნუ აი დილიდან რა, ჩემთან რომ მოხვედი, ამდენი ვიარეთ, ვიოფროუდეთ, კახეთის გადაკეცილზე ერთი ავით 15 ჯერ ავიარეთ, ჩამოვიარეთ, ვიგაზავეთ, მე და შენ გადაღებაზე რო გვეჩქარებოდა, იქაც ვიგაზავეთ. საბოლოო ჯამში რამდენი დაგიწვა თავის საცოლებს ხო? 30 კილო. 30 კილო. ჩემთან ესხა საწვავო, რო წამოვიყვანე ეს მანქანა და შავასხი 110 ლარის კიდე ზემოდან და ეხლა მაქვს რა გინდა. მე გადაწყვეტ. მაინც ეს ჯობია. ვიზუალურად ჯობია? უცებ, ეხლა ბევრს ვფიქრობ, ვიზუალურად ჯობია. რა არა, შეხედე რა მხელა ისინი აქ. ამის უკეთესი. ეს მოვატრიალო? ვიზუალურად ჯობია? აი, ერთი დამოტებით. უცებ ჯობია. ერთი დამოტებითი გრუშტები. ეს უფრო მდიდრულად გამოიყურება? აი, ერთი პლასმასია, მე გადავიღე. დაწერეთ კომენტარებში, ხო ჯობია? კამერა, რომელიც არ მუშაობს. დისკები ჯობია? დისკები ჯობია. ჩემი ხე. ეს 60 სეკუნდა. დისკები ხო ჯობია? რა გავაკეთე? ინტერიერი ხო ჯობია? არ ჯობია. ინტერიერი ხო ჯობია? წითელი ინტერიერი, სუტენი. აი, მოკლედ, მე პირადად რო ვყიდულობდე, ვიყიდიდი, აბა თუ გამოიცნობ, რომელს ვიყიდიდი, F-Pace რო ვყიდულობდე. მე ვიყიდიდი ეს. მაგრამ ეს ვიარზე თუ არ წუდება ჯიბე, მე ვიყიდი 3-დან 0 დიზელს, რომელიც დღეს ვიდეოში არ ვყავდა რა. ეს ვიარს ვიყიდი თუ 3-დან 0, ხო ორივე ერთი დაიწყო. ნუ როგორ ჩენდა? 3-დან 0 დიზელს ვიყიდიდი მე. იმიტომ რომ ისე გასწრებ რომ ერთი კვირა ვერ დამეწევი. ეხა შეგილია დაჯდე, დაიძრა და 100-მდე რო აჩქარდები, დავჯდები გამოყვები და გაგასწრებ. საბოლოო ჯამში ჩვენი გადაცემა დასასრულს მიუახლოვდა მეგობრებო, დიდი მადლობა ვინც გიყურებდით. გამოიწერეთ არხი, დაგვილაიქეთ ვიდეოები, დაგვიკომენტარეთ და კიდევ ერთხელ, ვისაც მანქანის გათამაშებაში მონაწილეობა გსურთ, გამოიწერეთ ჩემი და Ford Dealer Entertainment-ის არხები. მადლობა დვალიშას იმისთვის, რომ ვიდეოში იყო ჩვენთან ერთად, მადლობა, რომ არც თავისი მანქანა დაინანა და დვალიშასთან თუ რამე კითხვა გექნებათ დიზელის მოყვარულებს, დვალიშას Instagram-საც მივუთითე ვიდეოს აღწერაში გამოიწერეთ, უხარია რო აფოლოვებენ ხოლმე და მოუმატოთ ფოლოვერები Instagram-ზე. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ სულ რაღაც 20813 ვართ იმდინარე მომენტში, ძალიან დიდ ძალას ვგრძნობ მე ჩვენს კომუნიტიში და ასევე მინდა მოგიწოდოთ, რომ ვინც YouTube-ზე გახართ არხის გამომწერები, გადმოდით Facebook-ზე, პაველას ხალხში, ესეთი ჯგუფია, რომლის ასევე ლინკი იქნება აღწერაში. დაგვემატეთ, რადგან უფრო ახლოს გავიცნოთ ერთმანეთი და ურუსის ვიდეო რომ გვიდევს არხზე გამომწერებს რომ გაუარეს და ერთად განვიხილეთ და ერთად ვიკატავეთ და ერთად ვიგაზავეთ, ვინ იცის, შეიძლება შემდეგი შენც იყო. შენამდეც მოვა. წავედით რა, ამ მანქანას მეტი დრო არ ეკუთვნის. ორივე იყიდება, ორივე აი მაგარი მანქანაა, ხო იძახი, რატო ყიდი? რატო ყიდი? ერთი წელი ვიჩერებ მანქანას და ვყიდი ბანას. მაგრამ ეხლა უნდა გესმა MP-ატი მომდის F90 და მაგიტო ვყიდიო და ეგ არის რა რიჟა ბაზარი რა, ერთი წელი ვიჩერებ და 2 წელზე მეტია ყავს. ორივე მანქანა შეგხვდებათ აი ავტოზე. და თუ აი ავტოზე არ შეგხვდებათ, შემეხმიანეთ Instagram-ზე და გაკავშიროთ პატრონებთან, ასე შემდეგ, ვისაც გაგიხარდებათ ეს იაგუარის ტყავში გადაცმული ინდური Range Rover. Veteran, living legend, bet I'm better than them. This is my shit, but my jacket like Letterman. Y'all better not let them in, they gon' rotate this, so I keep the pedaling, started to check. დღეს შემდეგი გეგმა. ქვემოთ მაქვს ღილაკები, დრაივინგ მოუდების. შენგენაცვალ. შენგენაცვალ. უდოდოდო. ხმას ნუ იცრი შენჩივე ვიდეოსთვის რა არ გიხდება. იყავი რაც ხარ.
არა გემიჩვენე, კაი ბიჭო რა. ამოგიჭრი ამებს. ჩემი ვაფშე მუნჯი იქნები, თერვი წასიერად ილაპარაკე შეჩე. კაი.